რუბრიკის კვირის სტუმარი ამბობს, რომ ყველა ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დებს მოსამართლის ფიცს გამოთქვამს მზად ყოფნას ატაროს ეს საპასუხისმგებლო დույრთი. დასცენს, რომ მოსამართლეობა უპირველეს ყოვლისა უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობს. შევეცადეთ ერთი დღე ჩვენი გმირის ცხოვრებით გვეცხოვრა და ნათლად გვეჩვენებინა თქვენთვის რა უყვარს, როგორი მეუღლეა, როგორია ის სამსახურში. აქ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში, ასეთია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთი მესხიშვილის ოჯახი. ჩემი მეუღლე დათო მესხიშვილი, შვილები ქეთევან მესხიშვილი და ამირან მესხიშვილი. მე თავად ქეთევან მესხიშვილი და ეს ჩემი მეუღლის გვარია, ეხლა უკვე ჩემი გვარი. ძალიან ხშირად მივდივართ ხოლმე მეგობრებთან. ჩვენც ძალიან კარგად ვერთობით უფროსები და ბავშვები. და ძალიან ხშირად აი ესე ერთად ვატარებთ ხოლმე კვირა დღეს. გარკვეულ დღეებში ისე ხდება, რომ ბავშვები დაძინებულები არიან, როდესაც ჩვენ მოვდივართ ხოლმე. ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ ასეთი პრაქტიკა აღმოვხვრათ. ძალიან ადრე მეუღლესა და შვილებზე ზრუნვით იწყება. ემზადებიან. კიდევ ერთხელ წასვლამდე ამოწმებს ქალიშვილის დავალებას. შემდეგ ქალბატონ ქეთის პატარა ქეთევანი სასწავლებელში მიყავს და ასე მეორდება ყოველდღიურად გზა შვილის სკოლისაკენ და თავის მოვალეობის შესასრულებლად. აქ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში. ასეთია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთი მესხიშვილის ოჯახში. სამსახურში მისულმა უკვე იცის იმ დღის განრიგი, რადგან ყოველთვის წინადღით ადგენს მეორე დღის გრაფიკს. ამოწმებს, რომელი განჩინებაა ჩასაბარებელი, იბარებს თანაშემწეს და აძლევს დავალებას. თუ საპროცესო დღეა იწყებს პროცესს, თუ არა და მისი ძირითადი საქმიანობა გადაწყვეტილებების წერით შემოიფარგლება. წინა საღამოს ყოველთვის მაქვს დაგეგმილი მეორე დღეს რა უნდა